ნიკა გვარამია ესაუბრება ყველას, ვისთანაც მეგობრობს და ვინც მისთვის ღირებულია. რუსთავიორის გენერალური დირექტორი ინტერნეტში გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძესთან საქმიანი საუბარი ჰქონდა. გვარამიაც და ბურჭულაძის თანაგუნდელები საუბრის შინაარსში პრობლემას ვერ ხედავენ და აქცენტს მხოლოდ უკანონო მოსმენებზე აკეთებენ. სოფო ბერიძე გაგვაცნობს შეფასებებს თემაზე. სოფო, გისმენთ. თუმცა ნიკა გვარამია ადასტურებს ამ სატელეფონო საუბრის შინაარსს და ერთი შესწორებაში აქვს მხოლოდ ის, რომ ამ საუბრისას პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ის არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ მიეკუთვნება და გვარამია ამბობს, რომ ეს ნაწილი ამ სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნდა, ვერ მოხდა. გარდა ამისა, გვარამია ამბობს, რომ ესაუბრება ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს და ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავიორს აქვს მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია და თანამშრომლობაში პარტიებთან წითელი ხაზებით ჩნდება. სწორედ იქ, როდესაც ჩნდება სხვა პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ დღევანდელმა დღემ ხაზგასმით აჩვენა, რომ ისევ უსმენენ საქართველოში როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს და დღეს ამას გარდა მან ისაუბრა იგივე პოზიციას, მის ამ პოზიციას იზიარებენ ასევე პაატა ბურჭულაძის პარტიაშიც და ამას გარდა ტელეკომპანია რუსთავიორის დირექტორმა სატელეფონო ჩანაწერზე საუბრის შემდეგ ერთგვარი პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. ისამით თანამშრომლებთ, რა ფორმით და როგორი ხარისხით, ეს თავისთავად ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტია და ბატონ პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრეთ სწორედ ამაზე. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე განსაკუთრებული ცითავხედით არჩევნებამდე 2 კვირით ადრე კიდევ ერთხელ გვამცნო, რომ ის დიახაც გვისმენს და დიახაც იყენებს ჩვენ საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. 2016 წლის 8 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას, თავისუფალი მედიის და რუსთავიორის გადარჩენას, უნდა ვუთხრათ არა მოსმენებს, თვალთვალს, ვიდეო გადაღებას და ამის გამოქვეყნებას. 2016 წლის 8 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, სადაც ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ყველაფერ ამის შემოქმედს, ქართულ ოცნებას. წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი ნომერი 41-ის გარდა. ამ ჩანაწერის გამოქვეყნებაში და საერთოდ ამ თელ სიტუაციაში ყველაზე პრობლემატური და მთავარი სკანდალი არის ის, რომ დღემდე გრძელდება უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადამიანების მოსმენა. თავიორს გაცხადებული აქვს თავისი კონკრეტული ინტერესი თუ რა ტიპის თანამშრომლობას აპირებს რა ტიპის ორგანიზაციებთან, ამას ნიკა გვარამია არ მალავს და ის იცის ყველა მის ღიად აცხადებს თავის დამოკიდებულებას პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში და ჩემი აზრით ის რა თქმა უნდა თავისუფალი ამ განცხადებებში. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი აშანტაჟებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და ზოგადად მართავს პოლიტიკურ პროცესს ამ ნაწილში ქვეყანაში, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს. ოპოზიციური პარტიები სატელეფონო ჩანაწერის შინაარსის შეფასებისაგან თავს იკავებენ და ისინი ელოდებიან გამოძიებას და ცალსახად გმობენ იმას, რომ ქვეყანაში ისევ აქვს ადგილი მოსმენებს. მე მგონი, რომ ანალიზისთვის, მავანთათვის უნდა იყოს საინტერესო, რასაც ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანია, კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე საუბრობს, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებაზე, დემოკრატიას და ასე შემდეგ, როგორც ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი, როგორც ცდილობს ამ მისიას დავალებები ერთ-ერთ კოალიციის წარმომადგენელს. ველოდები საგამოძიებო ორგანოების პასუხს პირველ რიგში საერთოდ როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია, როგორ მივიდა მედია საშუალებებთან, ვინ მოახდინა ეს უკანონო ჩაწერა და გავრცელება ამ სატელეფონო საუბრების. თავად რომ ესეთი მასალები ისევ ვრცელდება, რომ მიმდინარეობს სატელეფონო საუბრების დაფიქსირება და ჩაწერა, ეს უდიდეს დაუცველობის განცდას ისევ აჩენს საზოგადოებაში. ჩვენ ყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის, კრიმინალთან ბრძოლის, ეკონომიკის წინსვლის და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად 4 წელია ფოკუსირებულია მათი პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ოპონენტების წინამდე გდევნაზე და ამან მიგვიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე. ინტერნეტით სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებას და გავრცელებას უკვე გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სპეციალური განცხადებაც გავრცელა თამარ ქალდანის უწყებამ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს გამოძიებას, რომ დროულად გამოიძიონ და დაადგინონ, რამდენად კანონიერად მოხდა ზოგადად ამ ჩანაწერის გაკეთება და ცხადია უკვე შემდგომ გავრცელება. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ამ მსგავსი ჩანაწერების გავრცელების ფაქტები ძალიან უარყოფითად აისახება პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და საზოგადოების
საზოგადოების აღქმაზე, ამ უფლების დაცულობის თვალსაზრისით, ასევე წინასაარჩევნო გარემოზეც ძალიან უარყოფითად ზემოქმედებს, ამიტომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პირად ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება, ხელყოფას ეხება, აუცილებლად თუ დაიქნა სათანადოდ გამოძიებული. სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე განმარტებები გაკეთა ძალოვან უწყებებში, უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ნებისმიერ ტიპის ბრალდებას, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან შეიძლება მათ ჰქონდეს კავშირი და გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სატელეფონო